მოგესალმებით Board Games Corner-იდან. დღეს წარმოგიდგენთ სამაგიდო თამაში Dixit-ის წესებს. Dixit ითამაშება 3-დან 8 მოთამაშეში და დაახლოებით 30 წუთი გრძელდება. განვიხილავთ Dixit-ის ახალ გამოცემას, სადაც მოთამაშეების რაოდენობა ძველი ვერსიისგან განსხვავებით 6-დან 8-მდე გაიზარდა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ტოკენები, რომელიც თამაში ადვილად იცვითებოდა და არაკომფორტული იყო, შეიცვალა. ესეთი მაჩვენებლებით, რომელზეც შეგიძლიათ მარტივად მონიშნოთ, რომელ კარტს აძლევთ ხმას და შემდეგ დააფიქსიროთ თქვენი ხმა. Dixit-ში მოთამაშეები ირგებენ მეზღაპრის როლს და ცდილობენ მათ ხელში არსებული ერთ-ერთი კარტი ახსნან ან სიტყვით, ან წინადადებით, ან სიმღერით, ან ცეკვით, ან რამე გამომეტყველებით, თქვენ როგორც გესიამონება. უბრალოდ აქ მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ კარტი არც ძალიან მარტივად და არც ძალიან რთულად არ უნდა ახსნათ. მაგალითისთვის, ახლა მე ვიქნები მეზღაპრე და ჩემი მინიშნება იქნება ბავშვობა. არჩეულ კარტს დაფარულად ჩამოვალ მაგიდის შუა ნაწილში. ამის შემდეგ თითოეული მოთამაშე მის ხელში არსებული 6 კარტიდან არჩევს ერთ კარტს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ჩემ ნათქვამ მინიშნებას, ამ შემთხვევაში ბავშვობას. და ამ კარტებს ასევე დაფარულად ჩამოვლენ მაგიდის შუა ნაწილში. ამის შემდეგ მეზღაპრე ყველა ჩამოსულ კარტს აიღებს, აჩეხავს და ბორდის გარშემო შესაბამის ნომრებთან გახსნის. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კარტი. თითოეული მოთამაშე ცდილობს გამოიცნოს მეზღაპრის კარტი. ამ შემთხვევაში ჩემ. მოთამაშეები მათ რიცხვების მარჩვენებელზე ირჩევენ იმ რიცხვს, რომელიც გონიათ, რომ არის ჩემი, ანუ მეზღაპრის კარტი. ამას არავის არ აჩვენებენ და დაფარული მხრით იდებენ წინ. მნიშვნელოვანია, რომ მეზღაპრე ამ დროს რა თქმა უნდა არ იღებს მონაწილეობას, რადგან მე ისედაც ვიცი ჩემი კარტი რომელი. მას შემდეგ რაც ყველა მოთამაშემ უკვე გადაწყვეტილება მიიღო, ხსნით ჩვენს არჩეულ რიცხვებს. მეოთხე, მეორე, მეოთხე და მესამე. ამის შემდეგ მეზღაპრე იტყვის რომელი იყო მისი კარტი, ამ შემთხვევაში მეოთხე და ქულების დაწერა ხდება შემდეგნაირად. ამ შემთხვევაში მეზღაპრემ, მწვანე მოთამაშემ, კარგად ითამაშა, იმიტომ რომ მინიმუმ ერთმა მოთამაშემ გამოიცნო მისი კარტი და მინიმუმ ერთმა მოთამაშემ ვერ გამოიცნო. ამ შემთხვევაში დაეწერება მას 3 ქულა. ასევე ვარდისფერ და თეთრ მოთამაშეებსაც დაეწერება 3-3 ქულა, იმიტომ რომ მათ შეძლეს გამოიცნოთ მეზღაპრის კარტი და დამატებით ქულებს ვაძლევთ იმ მოთამაშეებს, რომლის კარტმაც მიიღო ხმა. ანუ ისეთი კარგი კარტი ჩამოვიდა, რომ სხვა მოთამაშეს აფიქრებინა, რომ ეს იყო მეზღაპრის კარტი. ამ შემთხვევაში თეთრი მოთამაშის კარტი იყო მეხუთე, რომელმაც თავის მხრივ 3 ქულა უკვე დაიწერა გამოცნობაში და დაემატება კიდევ 1 ქულა, იმიტომ რომ ერთმა ადამიანმა მიცა მის კარტს ხმა. ასევე მესამე კარტი იყო ყვითელი მოთამაშის კარტი, რომელსაც დაეწერება 1 ქულა და მეორე კარტი იყო წითელი მოთამაშის კარტი, რომელსაც დაეწერება ასევე 1 ქულა. იმ შემთხვევაში თუ ყველა მოთამაშემ გამოიცნო მეზღაპრის კარტი, ან ვერც ერთმა მოთამაშემ ვერ გამოიცნო მისი კარტი, ყველას მეზღაპრის გარდა ეწერება 2-2 ქულა. ქულების დაწერის შემდეგ გამოყენებულ კარტებს გადავდებთ გვერდზე, სახით მაღლა რომ არ აგვერიოს და თითოეულ მოთამაშეს ვუმატებთ თითო კარტს, ისევ 6 კარტით რომ გავაგრძელოთ თამაში. საათის ისის მიმართულებით ვაგრძელებთ თამაშს და მომდევნო მოთამაშე იქნება მეზღაპრე, რომელიც ახსნის კარტს. თამაში მთავრდება ორ შემთხვევაში. პირველი, თუ რომელიმე მოთამაშემ 30-ან მეტ ქულას მიაღწია, ავტომატურად ისიგებს თამაშს და მეორე, თუ დასტან მთლიანად გამოიყენეთ, გამარჯვებულია მოთამაშე, რომელსაც ბოლო კარტის ამატების მომენტში ყველაზე მეტი ქულა აქვს.